ეს ფესია. ერთ-ერთი ყველაზე მაგიური და შთამბეჭდავი ადგილი, რომელიც ადრე მაროკოს დედაქალაქი იყო. ეს არის ქალაქი, სადაც ისტორია, ხელოვნება და ყოველდღიური ცხოვრება ერთმანეთში ირევა. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ცნობილი ლურჯი ჭიშკარი, ლაბირინთებით ჩახლართული მედინა და ულამაზესი მოზაიკები, რომელსაც ზელიჯებს ეძახიან. თუ ვინმე კარგი მკერავი, კერამიკოსი ან ტყავის ოსტატი ხდებოდა, მას ოჯახთან ერთად ფესში გადასვლას სთავაზობდნენ. დაი ხო თქვი, უცებ, ნახე კიდე რებს გადავაწყდი. ვაუ! ვაიმე, რა მაგარი ნამუშევარია შეხედე რა. By hand, everything by hand. Yes. პატარა რაღაცა ნაწილებს აკეთებს კიდე შეგნე. ქალაქი სპეციალურად იზიდავდა ასეთ ნიჭიერ ხალხს და სწორედ ასე შეიქმნა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრადიციული ბაზრობა სუკი, სადაც დღემდე 10,000-ზე მეტი ოსტატი მუშაობს. თქვენ ახლა კადრში ხედავთ უზარმაზარ გალავანს, რომლის მიღმაც ფესის მედინაა. ეს არის 9,000-ზე მეტი ქუჩისგან შეკრული გიგანტური ლაბირინთი, სადაც ძალიან მარტივად დაიკარგები. თუ ესეთი ქაოსი შენ ნამდვილად გიზიდავს, აუცილებლად უნდა ეწვიო მაროკოს, ან უბრალოდ უნდა მომწერო და ერთად დავგეგმოთ ტური. ამ ვიდეოში ასევე ნახავთ, როგორ დავიკარგეთ მე და თემო ამ უსასრულო ლაბირინთში და თუ გაინტერესებს, როგორ დავაღწიეთ თავი ამ ყველაფერს, აუცილებლად უყურე ვიდეოს ბოლომდე. მე და თემა მოკვეცხრა ჯერ ვიჩვენებთ. ახლა სადღაც გაფოს ხოლიზის და მელოდება. ესე იგი მედინას აქვს რამოდენიმე შესასვლელი, თუ არ ვცდები, ან 7, ან 9. აი ესეთი შესასვლელები. და ყველა შესასვლელი აბსოლუტურად სხვადასხვანაირია. თემო? დელა? ეგრე შევიდეთ თუ ესე? აი შევიდეთ. იქ ხო ვიყავით. ნესჩი გინდა? ახლა სად ვატარონესვი? და რასყვებოდი ლოჯისტიკა? მე? აი ესე უყურე ორი ჩანთა ხომ აქვს, ერთი ლელასია და ჩემთან გადმოალაგებს ხოლმე, გაიგე? ეხ ჩართული ვარ? კი. ხო და ჩემთან ესე გადმოალაგებს ხოლმე და მე მაინც ორივე ჩემია და რა მნიშვნელობა აქვს? ხო და კიდე ეცი რაზე ვფიქრობ? რაზე? ტაქსის ხოლმე 4 კილომეტრი მატარა რა და 1 ევრო გადაუხადე და ეხლა ვფიქრობ ოჯახში რა უნდა მიიტანოს, მაგრამ ყველა ერთნაირია, სახეზე, მანქანა, სად ვიპოვე ხა ეს ტაქსის ხოლმე? საპარელი. სასტუმრო იცი საით არის? ესეთი ფაქტია აღსანიშნავი, რომ როცა მედინაში შემოდიხარ, ინტერნეტი აღარ იჭერს. საერთოდ აღარ არის. აი საერთოდ აღარ არის ინტერნეტი. და მოჭიქიჭია ბიჭოლა, ჩაყვარები ხარ ბიჭოლა. რა. Κανένα просто хуже. Bonjour. Sabe bene, quando hai nato mi salmo come da vicenda. Said. Ah, iki tari da sas. Said არის რომ აი, ხოდა ხაზ მოდი, კინა ეს წადი, iki წადი. Prosím. Iki tari ეს არის კუჩები, აქ ტურისტები არ დადიან. ჯობია ჩვენ ესე ვიყავით.
ტურისტების თამა. ხო, აქო იღებ ნატურასო, ყოველგვარი ტურისტული ადგილების გარეშეო და ეს ხო ამის დამახასიათებელი სტილია. მე ზოგადად ვერ ვიტანეს ტურისტულ ყველა ატრაქციებს. ტურში ისეთ ადგილას უნდა შეგვიყვანოს, სადაც ვითომ მაგარი პლიაჟია, ვითომ მაგარი ტურისტული ადგილებია და ამ დროს აღმოუჩნდები ხოლმე აუთენტურ Bonjour, monsieur. ადგილას, სადაც რეალურად მართლა არავინ არ დადის, ტურისტებს გულისხმობ. მე მგონი ესეთი რაღაცები გითხრეს, ხო? თუ აი ეს 6 კუთხედები კიდია ქუჩის შესასვლელებში, აი ანუ ჩიხია. შესახვევი ხო არის? ქუჩის, შიდა ქუჩის. ანუ თუ ესეთი 6 კუთხედები კიდია, ესე იგი ქუჩას არ აქვს გასასვლელი, ჩაკეტილი ქუჩაა. თუ 4 კუთხედები კიდია, ესე იგი ქუჩას გასასვლელი აქვს და შეგიძლია შეუხვიო და წახვიდე. და ვსწავლობ ნელა-ნელა. ესე იგი ზოგადად კატები ძალიან ბევრი აღკვეთათ ხოლმე გემზე. იმიტომ რომ თაგვის გამანადგურებელი ბუნებრივი საშუალებაა და შესაბამისად აქაც მაგით ვამართლებ კატები ძალიან დიდ რაოდენობას. ჭამს უკარაჩებს, კოკრიჯებს, აი რა 6 კუთხედია. და თაგვებს. ესე იგი ეს იმას ნიშნავს, რომ შესასვლელში რო შეხვალში და ქუჩაში გასასვლელი არ აქვს. Hi. Perfecto. Bonjour. თემანა ზონდა მივისალმო, აღარ ვიციო, ესპანურიო, ფრანგულიო, ინგლისურიო. Გიწი. თემგან დავიკარგეთ. უკვე დავიკარგეთ ხობუსი. ისევ 6 კუთხედი. თხარი ნახე რამდენია რო. აი. Bonjour. Okay. აი რასაც ვიძახოდი რომ ისა გაგხურდა, კიდე? რა? არაფერი. რო გასწავლა ხურდა უნდა მიცე? ხო. ვაიმე. დაგასწრეს ხო თხარი უკვე. ეს ჩამოინგრა ეს. უკვე მივეცთ ხურდა. და ხარაჩოებით არის გამაგრებული. რო. თეო მე მგონი აქ არავინ არ დადის მართლა ჩვენს კატლა. წამო ოთხკუთხედია, წამო. თემა ოთხკუთხედ ნიშნებს მიყვება, აი. რო აქედან გავიდეთ. სადაინახე ოთხკუთხედი? აი. ნახე რა მაგარ ადგილას მოგიყვანე, მოდი. ვაიმე თემო. მოდი. თემო. მოდი. აუ. მოდი გააგრძელე როგორ ჩიხები აქ. აქციოთ ერთი წუთი შესასვლელ, ანუ საცხოვრებელ ბინებს. მოყურეთ არანაირ კიბები, პირდაპირ ნულზე. აი ეს კერამიკები მაინც აქვს აგერ გაკეთებული გაკრული. თემო სათხა. წამტონ დაეშვინდი. რიცხველები. აი ესეთი ჩიხებით უკავშირდება ერთნაირად. მართლა ჯუნგლებია რა. ვაუ. რეალური ჯუნგლებია. მოიცადე. იმიტომ იძახიან რომ დაიკარგებიო. აი ეგ ცხოვრობენ. აი ეგ რო ჩახვალ, ეხა მერიდება იქ შესვლა. მოიცადე შევჭყიდე. რაღაცას აკეთებს ქალი პირსიბას. ვაიმე მოიცადე. დედა. ძალიან დიდი ხარამია სხვის ოჯახში შეხედო, აქ უმეტეს ქალი რო პირსიბას და გეხვეწები ხა შარშ მომგიდე. მაშინ გამიყვანი აქეთ და თვითონ მოუყავარ ესეთ ადგილებში და რაღაცებს მაბრალებს. თემო აქედან გასასვლელი არ არის. არის. მოიცადე, ნახე. ფანჯრებს უყურეთ. აი ეს არის მარტო ამათი ფანჯრები და ამათი ვენტილაცია. შეხედეთ. ვაიმე ცუდად ავარებენ სერიოზულად. რატომ ძაბავ თან? თუ ვიგდაბავს. აი. ჰალო. Hello. კასკასე. Hello. ესე გირითი განსხვავდება ახლა ეს ქალაქი შეფშავებიდან. აჰა, აქ ჩავიკეტეთ. ესე იგი წყალი არა აქვთ აქ როგორც ხვდები და ეზიდებიან, იმიტომ რომ ტაშტები აქვთ ძირითადად სახლებში. აღანთ ახლა აქიდან გავიდე და ჰაი. ხო იყო ოთხკუთხედი. ისო, არ ვიცი, არ მინახავს მე ოთხკუთხედი. მოგატყვეს.
ჩავწერთ. ვეძებ გასასვლელს, ვეძებ 4 კუთხეთს. 4 კუთხეთ ნიშანს. და გავიდე ქუჩიდან. მანდ არის გასასვლელი. ესე იგი დაუწერელ წეს ვენდეთ და სადაც 4 კუთხედია შემოვედით იქ. მაგრამ რა თქინდა? გაყვანილობის კაბელები ნახეთ, ელექტროვის კაბელები. დუმ, არ მოგიდოთ ხელი საშიშია. როგორი ლოფტია? ხერთო. ხო, არის 4 კუთხედი. აი, 4 კუთხედი აბრა. ეს იმას ნიშნავს, რომ ქუჩას ქონდა გასასვლელი. მაგრამ არა აშკარად და აქ არის 3 კუთხედი ნიშანი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩაკეტილია გასასვლელი. ოკეი, ამ ხავს გითხოთ რა. We want to no? And like this? No. It is. Okay, thank you. Thank you. არა, მოკლედ არაო. ყოველდღე იმას. ბიბიბ. ბავშვები ერთობიან. რას ნიშნავს, რომ არ გვაქვს ინტერნეტი? ის ქუჩაც ჩაკეტილია, იქ კიდე შიდა ქუჩებია. ის ჩაკეტილია, ის როგორც საქართველოშია წყლის მრიცხველები გარეთ არის გამოტანილი. ეს ჩემს ავით დაიკარგა. გასასვლელს ეძებს. ფანჯრები, რომლებიც ბინიდან გამოდის. ესე იგი, იქ ერთი საცხოვრებელი ბინა, მეორე საცხოვრებელი ბინა. ამას დააკვირდით, როგორი ლამაზია, შეღებილი აქ დაბლა ფილები, ელემენტარულად თუნდაც იმისთვის, რომ გაალამაზოს სიტუაცია. ყველა ადამიანს უნდა რომ იცხოვროს კომფორტულად და ლამაზად. რა ქნან ახლა? ფიქრობენ ახლა ეს აიკარგე. საით. აიკარგებენ. თემა საით. რატო შემომიყვანე აქ? რა ხუთი ისაა. და მე გონდა რომ ყველა თუთხეთ გასასვლელია. მინდოდა და მესენჯერ ახლა. დავაპაუზ. Hi. ნახე, ეს ხო არ არის გასასვლელი, არა? ანუ უნდა ისევ თავი დახარო, რომ შეხვიდე სახლში. ვაუ. და მერე? თემა მოდი აბა. ისე მეც კი დავიკუზე. აი ესე შემოვედი ახლა შიდა ეზოში. აქ ვინც ცხოვრობს ალბათ მიჩვეულია ჩემნაირი ტურისტებისგან, აი ესე გზა აბნეულად სიარულს და ატყობა შესაბამისად უკვე რეაქცია აღარ აქვს ხალხს. აუ იქით კიდე ქუჩებია თემო. მე განახებ ხო? აი ერთ ჩიხში ვარ რა. იდეაში ჩიხში მოკადეს ნიშნები გვასწავლეს, მაგრამ სადაც ოთხუთხედი იყო იმას გავხევით და ვიფიქრეთ ლოკაციის გარშე თუ გავიგნებდი და ასე რა ჩართეს ეს ლოკაცია კარგად იწეს. ასე რა იქ მასალიანურად არის ლაბირინთი რა. ანუ
ლაბირინთი გამორიცხულია просто აქედან кай. ისევ 6 კუთხედი, გასასვლელი არ არის. აქ ადამიანს მინიშნება გაკეთებული რო არის ყავა, არის სასტუმრო, დასასვენებელი სივრცე. აი ესია თითქმის ყველა. ოღონდ აი აქ რომ მოვედი, აი აქ უკვე ოღონდ It's okay. Okay. მარცხნივ და ისევ იმ ჭიშკრიდან უნდა შევიდეთ? ეს კი მთელი დღე ვეძებ რაღაცა მაღაზიას, რომ რაღაცა იყიდო და ჩვენთან რო ადრე 90-იანებში ჯიხურები იყო დაახლოებით, აი ისია აქვს გაკეთებული ჯიხურები. ანუ როგორც ესეთი მაღაზია ჯერ ვერ ვიპოვე. იცი რას მივხვდი? ესე იგი, ამედინას აქვს 7-9 შესასვლელი და ყველა შესასვლელი განსხვავებულია. შეიძლება არის რაღაც გარკვეული შესასვლელი, სადაც ერთადერთი საცხოვრებელი სახლებია და არ არის ბაზრები, აქ ეგრე იყო. ამიტომ უნდა იცოდე, იმ ტაქსისტმა კონკრეტულად მიგვიყვანა იმ შესასვლელში, ხო, იმ შესასვლელში. ხო, შევედით ახლა და ვნახეთ. ხო, ახლა ვართ აგერ ბოსტნეულის მარკეტია, ბაზარია. განსხვავებული და განსაკუთრებული აქ არაფერი არ იყიდება, რაც ჩვენთან არ არის. თემო, აი ტყემლები თუ რა არის? ალუჩები? ზეთისხილები. კვახე ზეთისხილები. მე ხო გავაკეთე ერთხელ მარინადები ზეთისხილისგან, ეს იყიდულობენ და მე ხალხი თვითონ ამარინადებს სახში. ესე იგი, კვახე ზეთისხილები. ბამია. გემრიელი აჯაფსანდალი კეთდება ამისგან. ეს ალბათ ყაბაყები. როწეული ხახვი, ბატატა, ბადრიჯანი, სტაფილო, ჭარხალი, თალგამი ალბათ ის. წითელი კარტოფილი, მე აქეთ მარცვლეულობა, ბრინჯეულობა, კუსკუსეულობა, აქეთ კურკუმა და ათასგვარი სუნელები. ხო. ეს გამხმარი ჯინჯერი. იქ დარიჩინი. მოკლედ ტიპიური აზიური სუნელები. ფერადი კატები. წადი. შუაგულ ბაზარში კაფე. ნიეა. აუ ხარა. აი ძუმები ხო? აქვე მინდა ხა აღნიშნო, რომ ეს არის ფინიკები. ამ ფინიკების რამოდენიმე სახეობა არსებობს, როგორც დაახლოებით ალბათ შეიძლება 7. ყველაზე მაგარი, აი მსოფლიოში ყველაზე მაგარი ფინიკები მოდის მაროკოში, რომელსაც ისეთი დიდი ფასი აქვს, რომ აი ქორწილში რომ მიდიან საჩუქრად მიაქვს და იმ განსხვავდება ზომებით და ხორცები აქვს შიგნით, აი დიდი ხა თვითონაც ხედავთ აქ რამხელა ფინიკებია უყურეთ, უბრალოდ მსგავსი საქართველოში არ არის. Much. აბა შეხედეთ რამხელებია. 2 კილო. 2 კილო? 2 კილო. 2 კილო 150. ეგ რამდენია? 10, 15 евро 2 კილო. ანუ 1 კილო გამოდის 7. Mama, how it's called? Majgol? Majgol. ანუ ეს არის ყველაზე საუკეთესო ფინიკი რა, majgol. იქით მზე ურტყავდა და არ ჩანდა კარგად, აი უფრო უკეთესად შემიძლია განახოთ ზომა. Good quality. Yes, good quality. აუ, შეხედე რამხელა. Majgul. Majgul.
ხო, ეს ადამიანი მეუბნება მაჟჰულ, აი ასეთია ამ ჯიშს და არის კონკრეტულად მაროკოში მოყვანილი ფინიკები. Georgia. Georgia. Do you know where is it? Yes. Maps, I know where. Near Russia and Turkish. I know, yes. Georgia. مرحبا بكم. Okay. ესე იგი, იყიდის ახლა ამ ხორცს, მე გაუტარებს ან არ ვიცი, დაუჭრის, დაუფასოებს. წამოდი. რაღაცას წანგემრიელად ჭამენ. ჩაბუჟბუჟებულად. აუ აქაც არავინ არ ხმარობს აბსოლუტურად ხელთათმანებს რა. აი ეს პრობლემაა რეალურად. What is it? Nougat? Yes. Ah, no. How much? This one piece. How much? How much? Which one? I don't know. For example, this. Half or all? All. It's 1 kilo? Huh? It's 1 kilo? Maybe 1 kilo, maybe 100 grams down. Okay, and how much? This is you pay only 90. 90? Okay. აქ როგორია შენ თვალწინ ყავს ესე ცოცხალი ქათმები. ამ ქათმებს შენ თვალწინ დაკლავს, რომელსაც შენ არჩევ. მე გაპუტავს, გაატყავებს, გამაშიგნავს, აქვე აქვს წყალი, ბუმბულების მოსაცილებელი რაღაცა, არ ვიცი მე, დუღარე რაღაცები. აი ესე გამოშიგნავს და გაგატანს სახლში. აი აქ ცალ-ცალკე წყიდის ყველაფერს, თუ გინდა ღვიძლი, თუ გინდა ფილეები, კუჭი, ასე შემდეგ. აი ეს რა არის? კუპატების მაგვარი. ხორცები. ყველგან ესენია. აქეთ უკვე ჩლიქები. რა თქმა უნდა, ბევრი კატები. იმიტომ რომ მოდიან ამ ყველაფრის შესასუსნად. ხო, ჩართულია არაბული მუსიკები. საკმაოდ ესე იგი პიტნას და პიტნის ჩაის მიირთმევენ აქ კიდე საკმაოდ ხშირად, ასე რომ შეხვდებით ცოცხალ პიტნას ჭიქაში ჩადებულს, მაგიდაზე დადებულს, ჯერ რომ ლამაზია, მე სურნელი აქვს რაღაცა განსაკუთრებული. ფულის გადახდა და გავიწყდა და ისე მივდიოდი. ყავა ისეთია რა, საკმაოდ ძლიერია სხვათა შორის. ესეთი რაღაცა ვნახე. ხაშრის გადაც აკეთებენ, აი ეს ფაშვები როა პირველად ნახე ოღონდ და ესეთი მდგომარეობაში აქ ყოფილა თურმე დელიკატესი, შეგიძლია, არ ვიცი, რესტორანში ხო შეჭამოთ და დააგემოვნოთ, ესეც ფილტვები, კაი ფილტვები ქონია, ხო იცი, სუფთა. ეთყობა რომ არ ეწევა სიგარეტს. ისეთ აი შუა მაღაზიაში, ესე იგი, ხორცის მაღაზიებია, სუვენირები, ტანსაცმელები, ყველაფერი ერთად იყიდება მოკლედ. ყავა გემრიელია, მომწონს. Bye, have a good day. აი კარი, ესე იგი, გაზის ბალონით აქ, რაღაცა გაზი აქ შეერთებული და ეს ცხელდება. მეტალია ალბათ, ხო, რაღაცა გაზფურასავით. აი ახლა ამოიღებს. ვინი მოხსენ. ეს სასტუმროში მისასვლელი გზაა და აი ეს მომენტია რომ ფიქრობ რომ
აი აქ სასტუმრო როგორ უნდა იყოს. იმიტომ რომ საშნელი გზაა. რა შეგვეშალა? ხო, ხარაჩობით არის შეკრული. ეს არის სასტუმრომდე მისასვლელი გზა. წავედით. ეს ხო არ არის თემა. სასტუმრო არ წავი მაგახებში. ეს თავში არ ფიქრდა გვეცემოდეს და. მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები. ვაიმე, ნახე. ხო, ამას ქვია რიადები. არა, თემო, რიადი ამას არ ქვია. რიადი თვითონ სახს ქვია. ღმერთო, აქ როგორ შეიძლება სასტუმრო იყოს? თან ნორმალური, როგორც სურათებში ჩანს. როგორი კარებებია? ღმერთო. რიადი ნიშნავს თვითონ სახლს ამათ ენაზე. ანუ ეს იგივეა, რომ აი სპეციალურად აკეთებენ ესე, რომ გარედან ყოველთვის იყოს ერთი და იგივე. იმიტომ რომ არავინ არ უნდა იცოდეს შენ სახლშიო. რა სიმდიდრეს ფლობ და რა სიმდიდრე გაქვს, რომ ჯერ რომ სხვას არ შეშურდესო? ჰოტელ? ია. ჰოტელ? რეიჰანა. დავიკარგეთ. This is the Belzada. დავიკარგეთ. Yes, okay. Yes, there is 2 or 3 here. Okay. Ask them, maybe one of them. Okay. Thank you. ხოდა რას ვაპარაკობდი? ესე იგი, რიადები, ანუ იგივე სახლები, გარედან უნდა იყოს აბსოლუტურად ტიპიურად მსგავსი ერთმანეთისგან, იმიტომ რომ არ გამოიწვიოს შური. და როგორც კი შედიხარ შიგნი, ამიტომ არის რომ გარედან არა აქვთ ფანჯრები და შიგნი რო შედიხარ, აქვთ უკვე შიდა ეზოები და მთელი სილამაზოები და ყველაფერი. ღმერთო. ასე წეღან აზრი ვერ დავალაგე, იმიტომ რომ ძალიან ძნელია ამ ქუჩაში როცა დადიხარ რაღაცის კონტროლი საერთოდ აზრის. უყურეთ. გარეთ არნაირ ფანჯარა. საერთოდ არ იცი რა შეიძლება ხდებოდა შიგნით. და შეხვალ ხა უცებ და შიგნით არის. რავი, ამასთან შედარებით წალკოტი. აი, დავაზარუნოთ. ესეც სასტუმრო. შევეთით. აი, ამას ეძახიან უკვე რიადებს. გარედან აბსოლუტურად ვერ მიხვდები საერთოდ შიგნი რა შეიძლება ხდებოდეს. შიდა ეზო უკვე შიგნი აქვთ მოწყობილი, რამდენიმე სართული, ერთმანეთის სართულები ერთმანეთს უკავშირდება, რაც შეიძლება ვიწრო კიბეებით. აქ შეიძლება ცხოვრობდეს როგორც უკვე მოგვიყვნენ რამოდენიმე ოჯახი. ხშირ შემთხვევაში, რადგან ესენი ბევრნი ცხოვრობენ ერთად, მამა, შვილი, მეორე შვილის ცოლი, მერე უკვე შვილიშვილის ცოლი და დაყოფილები აქვთ პირველ სართულზე, მეორე სართულზე, მესამე სართულზე და მერე საღამოობით უკვე ისინი იკრიბებიან აი მეზოში. Oma! I didn't know. ეხა გარდან რამენაირად წარმოიდგენდი, რომ შიგნით აი შეიძლებოდა მომხდარიყო? თან რა ხდებოდა, რა ტუპიკებში ვიარეთ ხმის ქეთში? გამოიყურება ჩვენი ბოლო სასტუმრო, საოჯახო ტიპის ქალაქ ფეზში. ძალიან ცითქნა, მოცუცქნული ოთახია. ჭრელი შეღებილი კარებებით, აი ესეთი ძალიან უცხო ნიჟარით. ხო, აქვე მინდა დაგანახოთ, რომ ეს ფანჯრები გადის შიდა ეზოში, იმიტომ რომ ვართ რიადში. ძალიან საყვარელი საუზმე მოგვიტანეს დილას, აი ესეთი ფორთოხლის წვენი, ომლეტები, ალბათ იმაში ისპანახია. ტრადიციული ზეთისხილი კარაქი, ჯემი, კრუასანი, ყავა, ჩაი. აქაც კიდევ ომლეტი.
როგორი იყო დაღმართ რო დადიოდი? ეხლა მიდი დაიარე ეს აღმართები, ეგრე მოგიხდება შენ, მიდი. და თან იწუწუნე, მიდი. არავინ არ გიშველის. აბსოლუტურად არავინ არ გიშველის, მიდი ეხლა დაატარე შენი წილი ჯვარი შენ. რა მინდო დაწვენებში. ნახოთ ახლა როგორ ყავას ადუღებს. აი ესე იგი წაყან მოგცა არჩევნის საშუალება. ეს არის სუნელები. თუ გინდა თუ ამ სუნელებით მოგიმზადებთო. თუ გინდა ჩვეულებრივ ყავას მოგიდუღებთ. სხვათა შორის აი გახსნა მერე. აქ აქვს ესეთი ყავები. საშუალება მოგცა რომ შეგვეგრძნო სურნელება. მოკლედ ავირჩიეთ ჩვეულებრივი ყავა მაინც სუნელების გარეშე. One more, little. What we do? Yes. Rana pulus ar mitsem ikak. Yes. Es lo mauro, pero puli mit. Ეხო. Არა ღირდა ეს კონცერტი ალბათ. არ ვიცი. რაღაცა ძალიან საყვარელი სახლური კაფეა. ყველა ვინც აქ მოდის, აი ცოლქმარს ეხუტება.